თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ის გერმანიაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზა რამშტაინიდან გამოფრინდა. თბილისი მალევე დატოვა და სამხრეთის მიმართულებით დაიძრა. რა მიზეზით ან მიზნით დაეშვა ბორტი საქართველოში უცნობია. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისთვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. პარლამენტმა ავტომობილების გამბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე გამბაჟების საფასური ლარნახევარი იქნება, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის 4 ლარნახევარი. 2025 წელს 20 წელთა ბაზაში 399,947 ბავშვი ირიცხებოდა, მათგან 23,322 პირველად დარეგისტრირდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშია ნათქვამი. ომბუდსმენის დასკვნის მიხედვით სიღარიბე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ანგარიში ციხეებში არსებული მდგომარეობაც მიმოხილულია და აღნიშნულია, რომ პატიმართა შორის ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობაა. რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა. რეგიონის სრულად ენგურ ჰესზე გადადის. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტიდან შევიდა.